გამარჯობა, ცუგობარი თქვენთან არის. მოგესალმებით. აღიარებით უნდა დავიწყო. კი ბატონო. მე ნამდვილად არ ვიცოდი რომ ეპილეფსია თურმე ცხოველებსაც ემართებათ. და როცა ვახო ექიმს ველაპარაკებოდი ტელეფონზე და თემას ვარჩევდით და მოდი ეპილეფსიაზე ვილაპარაკოთ, მე ვფიქრე ტელეფონი ხوار შემეშალა ადამიანების ექიმს ხوار დაურეკე და თურმე არა, თურმე ცხოველებსაც ემართებათ ეპილეფსია და მიხარია რომ ეს თემა მომაწოდეთ, იმიტომ რომ მე ალბათ ამას ვერც მოვიფიქრებდი. ვახტანგ მამალაძესთან ვართ ვეტერინართან სტუმრად და სწორედ ეპილეფსიაზე უნდა ვილაპარაკოთ. მეორე აღიარებასაც გავაკეთებ ბარემ. სიმართლე გითხრათ, ადამიანებს რომ ემართებათ ვიცი, მაგრამ ეპილეფსია ზოგადად რა ტიპის დაავადებაა, ესეც არ ვიცი. ამიტომ მისალმების შემდეგ მოდი პირველ რიგში, აი ვთქვათ, რა წარმოადგენს, რა ხან მე არ ვიცი, ესე იგი ჩემნაირები კიდე იგი არსებობენ, ხო ასეა. რა წარმოადგენს ზოგადად ეპილეფსია? სიამოვნებით, მოგესალმებით, პირველში ცუგობარის მაყურებლებს და სხვათა შორის უდამირეკეთ თქვენ. მე გადავხედე თქვენს თემას საერთოდ და საერთოდ ჯამში რადგანაც ეს თემა არ იყო, იმიტომ ჩავრთე ეპილეფსია. თუმცა მე ძალიან ბევრი პაციენტები მყავს და ბევრი არის დაავადებული ეპილეფსიით. რატო შევარჩიე ეს თემა გეტყვით? მოკლედ ესეთი შემთხვევა იყო, ჩვენ ესე იგი მუნიციპალურმა სამსახურმა ესე ვთქვათ, დააკასტრირა ერთი ძაღლი, მე ესე მოხდა რომ ეს ძაღლი გამოუშვეს ქუჩაში. დაინფიცირდა ჭირით, მე დაიწყო კრუნჩხები ეპილეფსიური, მე მანქანა დაეჯახა და მოკლედ ის ძაღლი მოვიყვანეთ კლინიკაში. ჩარლი ერქვა სახელად, ძალიან კარგი მეტისი, რაღაც პიტბულის ვიზუალი ჰქონდა, ძალიან საყვარელი ძაღლი იყო, ყურება აწყვეტილი. და ესე იგი რომ დავინარჯერა საშინელი ჭრილობა ჰქონდა, მოუშვეთ ყველაფერი და ამის მერე დაიწყო კრუნჩხები. ან კრუნჩხებით დაიწყო ჩვენი, ესე იგი მისი დატოვება კლინიკაში, იმიტომ რომ ასეთ მდგომარეობაში ვერ გავასხვისებდი და ვერ ვაჩვქებდით ვერავის. 5 წელი ყავდა თქვენ წარმოიდგინეთ და 5 წლის განმავლობაში აი მართავდით აი ამ ეპილეფსიურ ეს დაავადებას ესე ვთქვათ და 5 წელი ესე იგი ფაქტურად ჩვენ შევუნარჩუნეთ სიცოცხლე. ნუ შემდგომში ისე მოხდა რომ სერიული ეპილეფსია დაიწყო და ბოლოს მოგვიწია რა თვითონ თავისი ესე იგი სიკვდილით გარდაიცვალა. სწორედ აი ამიტომ რადგანაც ეს ხდება, აი ხშირი შემთხვევები ხდება, როდესაც მუნიციპალური სამსახური ან სტერილიზაციას ან კასტრაციას უკეთებს, მე გამოუშვებ ქუჩაში, დაინფიცირდებიან ჭირი და ძალიან ბევრი ცხოველი, ესე იგი ეპილეფსიით ავადდება და აი ეს საკითხი ძალიან მაღელვებს და მადარდებს. ხო და აი ეს ეპილეფსია საიდან მოდის? რის მოგახსენებთ? რა თქმა უნდა, მოგახსენებთ ყველაფერს. ეპილეფსია ეს გახლავთ ნევროლოგიური პათოლოგია, რთულად მიმდინარე ნევროლოგიური პათოლოგია არის, რომელიც ელექტრული იმპულსების ანომალიური მოქმედებით ხასიათდება, რასაც მოყვება გულყრა, ანუ კრუნჩხვა ჩვენ ენაზე რო ვთქვათ და ესე იგი კრუნჩხები ფაქტიურად ძალიან საშინელი სანახავია, ცხოველი დაეცემა, იწყება ეს კრუნჩხები და როდესაც აი პატრონი თავის 4 ხა მეგობარს ხედავს ასეთ მდგომარეობაში, ისტერიკებში ვარდება, მიახდება, ხან ენის ამოქაჩვას იწყებს, ხან წყალს ასყურებს, რაც ძალიან დიდი შეცდომაა, ძალიან დიდი დანაშაულია და აუცილებლად მივალთ მაქამდე, მინდა რომ ნელ-ნელა მივიდე. კი ბატონო. ჯერჯერობით გავერკვეთ თვითონ ეპილეფსიის რაობაში. ეს დაავადება, ეხლა როგორც თქვენი ისტორიიდან მივხვდი. ძაღლს არ ქონდა და დაემართა, ესე იგი ძირითადად შეძენილია. ეს იყო შეძენილი დაავადება, ეს ჭირის გართულებით მოხდა, ნევრული ფორმა ჰქონდა და ნევრულმა ფორმამ ჩამოუყალიბა ეს ეპილეფსიური კრუნჩხვა, რომელიც ფაქტურად თვეში 2-ჯერ, 3-ჯერ ემართებოდა. ეს არ იყო ძალიან იოლი ფორმა, იმიტომ რომ ხანგრძლივობა იყო 3 წუთამდე გრძელდებოდა და ჩვენ მიორელაქსანტებზე და სხვადასხვა ფენბარბიტალებზე ვყავდა, რომ ამით გავგვეხანგრძლივებინა მისი ეს მოგვეხსნა ეს კრუნჩხვითი ესე იგი პროცესები, მაგრამ მაინც იმდენად გაღრმავებული ეს ეპილეფსიური კერები იმდენად დიდი ესე იგი მოდებული იყო, რომ ძნელი იყო მისი მართვა ასე ადვილად. ყველა ცხოველს შეიძლება დაემართოს ეს მაგალითად ჩვენ შემთხვევაში შინაურ ცხოველებზე რადგან არის კატებზე და ძაღლებზე. ორივეს თანაბარი იმით ემართება? კატებში უფრო იშვიათია. ძაღლებში უფრო ხშირია, მაგრამ გააჩნია ეპილეფსიის სხვადასხვა ფორმას. არსებობს იგი შეძენილი და თანდაყოლილი. ნუ თუნდაც თანდაყოლილია ეს გენეტიკურია და ეს სხვა ფაქტორია. მაგალითად, ზოგიერთ ჯიშებს ახასიათებს. ეს შეიძლება იყოს ლაბრადორი, ბორდელ კოლი, მაგალითად გერმანული ნაგაზი, ბელგიური ნაგაზი, ბიგლი, აი ეს ძაღლები არიან, რომელსაც მიდრეკილებავთ გენეტიკურად აი ამ დაავადების. ყველაზე პოპულარული და ყველაზე
ეს გავრცელებული ჯიშები ჩამოთვალეთ ახლა სხვათა შორის და აი ამათ ხშირად და ამ ჯიშებს საერთოდ აი სტატისტიკურად 17%-ს ემართება ამ ჯიშების 17%-ს ემართება ეპილეფსიური კრუნჩხვა, მაგრამ მთლიანობაში ყველა ძაღლებს საერთოდ ჯიშებში 5%-ს ესე უკავია ესეთი პათოლოგია. ესე იგი რაღაცა ჯიშები ეს კონკრეტ წინასწარვე შეიძლება თქვათ რომ კოდში უდებთ და ეს დაახლოებით 17%-ს წარმოადგენს. საერთოდ ჯამში ეს ძალიან მაღალია და ამიტომ საერთოდ კინოლოგიურმა საქმიანობამ აი როდესაც ეპილეფსია საერთოდ ცხოველი არის ეპილეფსია აუცილებლად მოხდეს სტერილიზაცია კასტრაცია რომ გენეტიკურად არ მოხდეს ჩვენ ბლოკავთ ამით ესე იგი არ ვავრცელებთ ამ პათოლოგიას ეპილეფსიას რას ვეძახით ჩვენ ეს არის ცალკე დაავადება აი შევხედეთ და ვიტყვით ამ ძაღლს ჭირს ეპილეფსია თუ ეს არის ის მხოლოდ ის კონკრეტულ მომენტში მოვლენას კრუნჩხვას ვეძახით ეპილეფსიას რომელიც შეიძლება სხვადასხვა მიზეზით იყოს გამოწვეული სიამოვნებით საერთოდ ერთჯერადად როდესაც კრუნჩხვა ემართება გულყრა ემართება ცხოველს ამა ჩვენ ეპილეფსიურ სტატუსს არ ვანიჭებთ. ეს არ არის ეპილეფსია, იმიტომ რომ ჩვენ უნდა გავიგოთ ეს მიზეზი რა, მეტაბოლურია მიზეზი, თუ ტრავმულია, თუ ინფექციური, ეხლა ყოველთვის ჩამოგითვლით რა არის გამომწვევი მიზეზი ამ ყველაფრის, მაგრამ ეპილეფსია ჩვენ თქვით არის თანდაყოლილი და არის შეძენილი. მოდი უფრო შეძენილზე ვილაპარაკოთ. თანდაყოლილი უფრო ეს არის იდიოპათიური ეპილეფსია, ესე უცნობი ეტიოლოგიის პათოლოგია არის, არ ვიცი წარმომავლობა, ეს იმიტომ ქვია იდიოპათიური ეპილეფსია. მაგრამ კიდე არსებობს შეძენილი, რომელშიც შეიძლება იყოს ონკოლოგიური დაავადება ერთ-ერთი მიზეზი, სიმსივნეს თავის ტვინში, ინსულტი შეიძლება იყოს მიზეზი, ტრავმა შეიძლება იყოს მიზეზი, ინფექცია უკვე ახსენეთ, რომ შეიძლება ჭირი შეხვდეს და ჭირმა გამოიწვიოს ესეთი კრუნჩხვეთი რეაქციები მთელი ცხოვრების განმავლობაში დაავადებას. კითხავთ, მაგრამ წინასწარ გაფრთხილებთ, რომ შეიძლება სისულელე იყოს. არა, შეიძლება თუ არა ძაღლი დასტრესვამ ცუდმა მოპყრობამ ჩააგდოს ეპილეფსიაში. შეიძლება რა თუ არა. თუ მისი ესე იგი ორგანიზმი მიდრეკილია ეპილეფსიური კრუნჩხვისგან. აი ხდება ესეთი რაღაცა, როდესაც აი სექსუალური აგზნებადობა აქვს ხვაც და შეიძლება კრუნჩხვებში ჩავარდეს. კი, რა თქმა უნდა. აი ეს უკვე მიდრეკილება აქვს, მას გენეტიკური აქვს და იმ გამოავლინა ესეთი ფორმა. ამიტომ უნდა მოხდეს კასტრირება ესეთი ხვადის, რომ იმან ხელმეორედ აგზნებადობის დროს არ მოხდეს ეპილეფსიური კრუნჩხვა. ახლა მინდა ნუტრიმაქ სპეცის შეკითხვა დაგისვათ ჩვენი სპონსორის, რომელიც მე ვფიქრობ ძალიან ლოგიკურია და ის არის, რაზეც წეგან ვლაპარაკობდით. რა შეიძლება გააკეთოს პატრონმა, როდესაც ძაღლი ჩაუვარდება ეპილეფსიურ კრუნჩხვაში? ძალიან კარგი კითხვაა და ძალიან სწორი და დროული. ძალიან მნიშვნელოვანი. პირველ რიგში არ უნდა გაგიჟდეს. აი რაოდენ გასაგები არ უნდა რაოდენ ის არის ემოციით აი გაიყინოს ჯობია დაამშვიდდეს არ იყვიროს წყალი არ ასხას ენის ამოღება არ დაიწყოს სიმშვიდე შუქი ესე იგი მოუკლოს განათებას სიმშვიდე შეენარჩუნოს აიღეს ვიდეო დრო მონიშნოს რამე ხანს გრძელდება ეს კრუნჩხვა და ვიდეოთი გადაიღოს რატომ? იმიტომ რომ ეს მნიშვნელოვანია ჩვენთვის. იმიტომ რომ ჩვენ უნდა ვნახოთ ეს როგორი კრუნჩხვა არის, რა ხანგრძლივობის არის, როგორი ინტენსივობისა, იმას დეფეკაცია ქონდა, უნებლიე შარდვა ქონდა, მარტო სალივაცია რა იყო, რომ ჩვენ ზუსტად გავიგოთ თუ რაშია რაში მდგომარეობს ეს ყველაფერი და რით შემდგომში დავეხმაროთ. მაგრამ იმ მომენტში რა ქნას? ვერაფერს ვერ უშუქებს. არაფერი არ უნდა გააკეთოს. არანაირად. თუ დავინახოთ 5 წუთზე მეტი გრძელდება, ნუ რა თქმა უნდა დარიგოს ვეტერინართან და ზარი ვეტერინართან რომ იმ მოვიდეს გამოიძახოს რომ დროულად ესე იგი ჩარევა და დახმარება მოხდეს. მაგრამ ერთჯერადად ეპილეფსიური კრუნჩხვა არ ნიშნავს რომ ცხოველს აქვს ეპილეფსია. აი თუ გავიმეორებთ, აი მეორედ მოხდა უკვე კრუნჩხვა, აი უკვე მომზადებულად უნდა ვიყოთ, ისე უკვე გამოვიძახოთ ექიმი და უკვე იწყება სტატუსის მინიჭება რომ ცხოველს აქვს ეპილეფსია და უკვე იწყება შესაბამისი მკურნალობა. რამე ნემსი, წამალი, რაღაც არ არსებობს, რაც იმ მომენტში. არა, იმ მომენტში მე პატრონი ვერ გააკეთებს, ეს არის ვეტერინარი, ფსიქოტროპული პრეპარატი, უნდა გაუკეთდეს, დიაზემა უკეთდება, ფენომბარბიტალი კეთდება, ანტიკონვულსიური საშუალება და ეს ყველაფერი ფაქტობრივად არ ექნება და შემდგომში მე გამოუწერთ პრეპარატებს ანტიეპილეფსიურს და დაიწყება მკურნალობა შესაბამისად მართ ვაჭირდება შემდგომში ასეთ პაციენტს საერთოდ და ეს მუდმივად უნდა მიიღოს პრეპარატები, უნდა მოხდეს სისხლის ანალიზის გამკვლევა, ბიოქიმიური ანალიზი, MRT, კალციუმისა და კალიუმის კვლევა და გლუკოზა ნამსახლები, იმიტომ რომ ხშირად შაქრის დაავადდამაც იცის კრუნჩხვითი მოვლენები, ესეც მნიშვნელოვანია, უნდა ვიცოდეთ ამას რეაქტიულ კრუნჩხვას ვეძახით ჩვენ მაგალითად უნდა განვასხვაოთ, აი სწორედ აი ამაზე იყო საუბარი, რომ ესე იგი არსებობს 3 ესეთი კრუნჩხვები, ესე ვთქვათ, არის ეპილეფსიური კრუნჩხვა, არის ტრემორი
და არის ეკლამპსია. ეხლა რა არის ეკლამპსია? ეკლამპსია არის მეზოზორ ძაღლებში, როდესაც ელეკვები ძუძუს წოვენ, მაგათ გაქვთ დიდი რაოდენობით კალციუმი. კალციუმის დონე ეცემა და ეწყება კრუნჩხვა, აი ყბებით და სხვანაირი მოძრაობა. აი ეს არ შეგვეშალოს ეპილეფსიაში და ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ვიდეო გადაღებით, ჩვენ განსაზღვრავთ ექიმები ეს რა არის? ეს არის ეკლამპსია თუ ეპილეფსიური კრუნჩხვა. აი რა განსხვავებაა ამ ეკლამპსიის დროს რამე შეიძლება გააკეთოს თუ აქაც უნდა დაველოდოთ? არაფერი, დროული ვეტერინარის ვიზიტი არის საჭირო, ან ვეტერინართან მიყვან ამ დროს თუ დღეს დიდხანს არ გრძელდება ეკლამპსია, ძალიან დიდხანს ესე არ გრძელდება და ჩვენ უცებ მივხვდებით, რომ ლეკვები რო ყავს ეს ეკლამპსია, ესე იგი ლაქტაციით არის გამოწვეული და უცებ კალციუმის გლუკონატს მივაწოდებთ, კალციუმით შევავსებთ ორგანიზმს და დაბალანსდება ყველაფერი. მაღალი ტემპერატურა კიდე არ დაგვაწყდეს, შეიძლება 40 გრადუსის ზემოთ არსებული ტემპერატურამ კრუჩხვა გამოიწვიოს. აი ამიტომ ხდება რომ ჩვენ უნდა იდენტიფიცირება მოვახდინოთ ეს ნევროლოგიურია თუ მეტაბოლური თუ სხვა მიზეზით გამოწვეული. მორჩენა თუ არის შესაძლებელი ისე რომ ძაღლს რომელსაც რამდენჯერმე გაუმემორდა ეს ეპილეფსიური შეტევა რაღაცა მეხერხებით რაღაცა ან საქართველოში ან ზოგადად პრაქტიკაში თუ არის რომ მას მოურჩინოს ეს ყოფილა შემთხვევა საერთოდ ეპილეფსიური კრუნჩხვა მინდომს 1 წლიდან 5-6 წლამდე. მე შეიძლება ალაგდეს კიდევაც. კი, რა თქმა უნდა. თუ გენერალიზებული ფორმა არ არის, ალაგდება თუ არა და მთელი ცხოვრება ექნება და ექნება. საერთოდ უფრო მაგას ქრონიკულად მიმდინარე პათოლოგიას ვეძახით ჩვენ. ასე უცებ განკურნებაც არ ხდება, თუმცა შეიძლება ისევ მართოთ რომ 6 თვეში ერთხელ მაინც გქონდეს ერთი კრუნჩხვა, ეს ჩათვალეთ განკურნებადია. როგორია ნორმალური როგორ სტანდარტული პრაქტიკაში ნაცადის სიხშირე გამეორებების ამ კრუნჩხვების? აი, ხშირად საშუალოდ თვეში ერთხელ. ერთხელ კი არის ეს ხშირია, მაგრამ არის რომ კვირაში ერთხელ. არის ყოფილა შემთხვევები, კი რა თქმა უნდა. და რა შეიძლება გავაკეთოთ რომ ეს ინტერვალები გაიზარდოს? როგორ ვაცხოვროთ პრეპარატის მიხედვით, ანტიეპილეფსიური პრეპარატების, მინალის საშუალებით, ეს ამ პრეპარატებით ხდება მართვა. და როდესაც ამ პრეპარატს ვაძლევთ, უკვე თითქმის იშვიათად ემართებათ კრუნჩხვა. ცხოვრების წესსა და რაღაცა კი, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ცხიმიანი საკვები არ უნდა მივცეთ, სტრესი არ უნდა მიიღოს, ფიზიკური აქტივობა არ უნდა იყოს ისეთი ჰიპერაქტიული, რომ ამა გამოიწვიოს რაღაც მისი აქცნებადობა და შეიძლება კრუნჩხვა დაემართოს. აი ეგ მინდოდა მეკითხა, ფიზიკურად მეტად აქტიურობა ან ნაკლებად აქტიურობა რამე საშუალოში არის? კი, რა თქმა უნდა, ესე იგი ჰიპერაქტიულობა არ არის კარგი ამ დროს. ესე იგი მოციონი უნდა იყოს ნორმის ფარგლებში, უნდა ზომიერად უნდა ვატაროთ. ძალიან არ უნდა გადავტვირთოთ ორგანიზმი, იმიტომ რომ ეპილეფსიაა, ხო? რა თქმა უნდა, აზარტი არ უნდა იყოს ჩართო, გამოიყიდოს ძალს, მაგალითად რაღაცა ეს კატის დანახვა მაგდად რო ემართება, ეს არ უნდა მთელი კრუნჩხვა დაემართოს, დავარდეს და სეირნობის დროს ვერ ამოვიყვანო ცხოველი კრუნჩხვის გამო. რამდენად ხშირია ამ კრუნჩხვების დროს ლეტალური შემთხვევა? საერთოდ ლეტალური შემთხვევა ხდება მაშინ, როდესაც კრუნჩხვა არის სერიული. სერიული რას ნიშნავს? აი დავუშვათ, ჯერ როდესაც 5 წუთზე მეტ ხანს გრძელდება კრუნჩხვა, რაც იწვევს ესე იგი ფილტვის შეშუპებას და თითქმელის უკმარისობას. აი ეს უკვე იწვევს სიკვდილიანობას სამწუხაროდ. მაგრამ ძირითადად უფრო რთული და გაუსაძლისია, როდესაც სერიული კრუნჩხვა ემართება. აი დავუშვათ, დაემართა ერთხელ, გავიდა 5 წუთი მეორეჯერ, გავიდა მესამე 5 წუთი, 5 წუთი და შეიძლება 30-ჯერ დაემართოს. აი ესეთ ხანგრძლივობა როდესაც გრძელდება, უკვე ვეღარ უძლებს ორგანიზმს. შეიძლება ინსულტი დაგვერგვინდეს ეს ყველაფერი, შეიძლება გაიგუდოს კიდევაც, ჰიპოქსია და ყველაფერი დაემართოს და დაიღბოს კიდევაც. საერთოდ ასეთ შემთხვევაში მე ვიტყოდი რომ თუ მედიკამენტოზური ჩარევით ჩვენ ვეღარ ხსნით კრუნჩხვა, ჯობია ევთანაზია გაუკეთეს, იმიტომ რომ ეს არის წვალება როგორც ცხოველის, ასევე პატრონის და მით უმეტეს საშინააღმდეგოა მთლიანად. ეს რატომ მკითხეთ, იცი? იმისთვის რომ მეტი თავდაჯერებლობა მივცეთ პატრონს, რომ იცოდეს იმან, რომ დაუშვათ 3 წუთის განმავლობაში რომ ეს კრუნჩხვაშია და ის ვერაფერს ვერ უკეთებს, ეს არ ნიშნავს აუცილებლად იმას, რომ თუ ვერ დაეხმარება, მოკვდება რა. არა, იმას არ ნიშნავს, რა თქმა უნდა, უბრალოდ სტაციონარში გადასაყვანია და იქ ჭირდება კვლევები, სწორედ კვლევები აუცილებლად, მაგიტო რესონანსული ტომოგრაფია ჭირდება, მაგას ჭირდება სისხლის საერთო ანალიზი, ბიოქიმიური ანალიზი, შარდის ანალიზი, ყველაფერი და კვლევების შედეგ უკვე ეცოდინება ჩვენ, ესე იგი რა სიხშირით როგორი დოზებით მივაწოდეთ მედიკამენტს და გვეცოდება მიზეზი რა არის ამ ეპილეფსიური კრუნჩხვის. ჩვენ ვიცით რომ ცხოველი ნორმალური ცხოვრების შემთხვევაში, ნორმალური ცხოვრების წესის შემთხვევაში, სადღაც ჩემი ძაღლი მაგალითად 15 წლამდეა.
ამ ფარგლებში ცოცხლობს. აი შეიძლება რომ ეპილეფსიანმა ძაღლმა ამ ზღვრამდე მიაღწიოს. კი. თუ ის არ არის კიდევ ერთხელ გენერალიზებული ფორმა თუ არ არის, მრთული ფორმა თუ არ არის, კი ცოცხლებს არ არის პრობლემა. აი ესე ექნება რაღაცა ექნება პერიოდი, ნუ შეიძლება 15 არა, მაგრამ 12-მდე იცოცხლოს. აი ეს არის ხა ეს მაინც ხანძლებას ვერ მიანიჭებს ეს მდგომარეობა, იმიტომ რომ ეს მაინც დაკავშირებული არის აი ცვლილებებთან, მეტაბოლიზმთან, ნერვულ ყველაფერთან და ამიტომ 12 ალა ეს კარგი მიღწევა არის და გადასარევი ასაკი იქნება ეპილეფსიური ძაღლი თუ მიაღწევს ამ ასაკამდე. ხშირად ყოფილა შემთხვევები, როდესაც ეპილეფსიით დაავადებული ცხოველი და პატრონს აღარ უნდა ცხოველი და გვიწევს რომ დააძინოთ, იქნებ დააძინოთ და ჩვენ ვუხსნით რომ ასე არ შეიძლება. რომ უნდა ჩვენ ვმართოთ, უნდა მედიკამენტებით თითქოს თავიდან მეწინააღმდეგებიან, მაგრამ მე ამყვებიან და მე უკვე რაღაც ისეთ რიტმში გადადიან, რომ ჩვეულებრივად დილას ადგებიან, წამალს დაალევინებენ, საღამოს კიდე მისცემენ წამალს, ნორმალურად მე უკვე ძაღლი კარგად და უხარია და ბედნიერები არიან. ესე იგი, ოპტიმიზმი უჩნდებათ პატრონებს და ეს მე მახარებს, რა თქმა უნდა, მაგრამ თავიდან ძალიან ისეთ ტრაგიკულად უღურებენ ამ სურათს. აი ამ შეტევებს შორის ძაღლი ჩვეულებრივად ცხოვრობს, თუ ის მაინც სუსტდება საერთოდ აი მე გეტყოდით ეპილეფსია საერთოდ აქ ესეთი პერიოდი რომელსაც ჩვენ პროდრომალურ პერიოდს ვეძახით. პროდრომალური პერიოდი რა არის? ესე იგი პატრონი რომელიც უკვე მიჩვეულია თავის ძაღლის ეპილეფსიას, ეპილეფსიურ კრუნჩხვას, ის უკვე მიხდება მისი ქცევებიდან გამომდინარე, ესე იგი ის რაღაც არაადეკვატ ან იმალება, ან პატრონს დაძდევს მეტად. ეს უკვე სიგნალი იმისა, რომ ცოტა ხანში მას კრუნჩხვა დაეწყება. და ჩვენ რატომ არ შეგვიძლია თუ მას ამ სიგნალებს ვიღებთ რაღაცით არა, ჩვენ უნდა მედიკამენტოზად დავეხმაროთ. ჩვენ გვხვდებით, რომ არის ვინც გამოცდილია უკვე თავის ცხოვრებაში, უნდა ისაქნას. და ეს რას ნიშნავს? ამ დახმარებით ის იმას ნიშნავს, რომ მას მსუბუქ ფორმაში ექნება, საერთოდ არ ექნება ეს კრუნჩხვა იმ მომენტში, თუ რას შეცვლის ჩვენი იმ მომენტში? არა, მედიკამენტოზი უფრო მსუბუქად ექნება. შეიძლება წამები გაიაროს და მეტი არაფერი. მე უკვე იწყება კრუნჩხვა თვითონ კრუნჩხვა როგორიც არის კრუნჩხვა ეს კრუნჩხვა ცოტა აუტანელია საერთოდ სანახავად ძალიან ესე იგი სალივაცია დურში მოზდის ფეხების ესეთ იმას გარბის ვითომ უნებლიე შარდვა უნებლიე დეფეკაცია ну რაღაც ძალიან ესა და ამ დროს ამას არ უნდა ვიყვიროთ კიდევ ერთხელ და შუქი ესე იგი გამცნებადი არ უნდა იყოს განათება შევამციროთ განათება და დრო მოვნიშნოთ რა თქმა უნდა წამებიდან რამდენ წუთამდე გრძელდება აუცილებლად და ნუ არ დავიწყოთ კიდევ ერთხელ ენაში. ჩაყოფა ვითომ ენა არაფერი არ გადაცდება, არაფერი არ მოვა. და შემდგომში არის ესეთი სტადია, ეს იგი სტადია, დროებითი სიბრმა ვექვია ამას. აი წამოდგება ეპილეფსიის მერე უაზროდ, კედელს მიედგმება ესე და ვითომ ვერ ხედავს თითქოს დაბრმავდა, ეს დროებითია. და ლეტარგია იწყება ამის. და ამ დროს რა შეიძლება გავმივეკარო? არაფერი არ გვინა, არაფერს არ ვაკეთებთ. ამ დროს ჩვენ არ უნდა ჩავიდნოთ, შეიძლება იმან ვერ გვიცნოს, შეიძლება რაღაცა უცებ აურა აერიოს და გვიკვინოს კიდევაც. შევეშვათ სოდახანი, მოვა აზზე, მე ლეტარგიული ძილი დაიწყება, დაიძინებს და გამოვა მდგომარეობიდან. აი ესა და ეს. სხვადასხვა ადამიანს ვემართება ეპილეფსია, მე ეპილეფსიანებთანაც მქონია ბევრი ამთან კითხვები დამისვია, რამე გახსოვს მეთქი? აი კრუნჩხვა და არაფერი არ მახსოვს საერთოდ. ესე იგი აქედან გამომდინარე, რომ პატრონი რო განიცდის, რომ მის ძაღლს ეს ეპილეფსია კრუნჩხვა იმას არ ახსოვს, იმას არ ტკივა არაფერი. ტვინი გათიშულია ამ დროს. აი რატო ელექტრული იმპულსების, ესე იგი არეული რა არის საერთოდ მოდი ეპილეფსიის ფავარი მექანიზმი რა არის? მთლიანად ხო? ჩვენ ვაზროვნებთ როგორ ხო ჩვენ ნეირონებიდან იმპულსები გადაეცემა ერთი ჯუჯედან მეორე გადაეცემა ერთმანეთში ზომიერად თანმიმდევრულად გადაეცემა და თუ დაუშვათ ეს არევა მოხდება ერთმანეთში აი ეს იწვევს კრუნჩხვას გააქტიურებული ელექტრული აქტივაცია ხდება ამ დროს ეს არის ზუსტად მიზეზი ამ კრუნჩხვის კატებთან რამე განსხვავებული ხომ არ არის ნუ გარდა იმისა რომ ეს არის რა ქვია უფრო იშვიათია კატებში ძალიან იშვიათია, მაგრამ თუ კატას დაემართა, გადაუჯოկრავს ძაღლს თავისი კრუნჩხვებით. ესე იგი, ბურთის ფორმას ღებულობს კატა, აი ბურთი და შეიძლება აი იხტუნაოს მთელი კედლები, მთელი ჭერი, აი რაღაც არანორმალური აი ბურთავს ესე, რაღაც არანორმალური კრუნჩხვები ემართებათ კატებს. ეს უფრო საშინელი სანახავია, ამ და დროული ჩარევა, მედიკამენტო მიორელაქსანტები, ფსიქოტროპ პრეპარატებს უკეთებთ, რომ მოხსნას ეს კრუნჩხვა. მაგრამ ეს იშვიათად ხდება. თუ კატას დაემართა, მე მგონი და თუ ვერ მართეთ, მე მგონი ევთანაზია ჯობია იმ შემთხვევაში, რომ კატები სხვა აგებულები, სხვა ნერვულ სისტემა აქვს და მათ
მათთან ცოტა ეს ნევროლოგია ცოტა რთულად მიმდინარეობს. თუმცა იშვიათად, ამიტომ ეს ვიხარე რომ იშვიათობა არის. ძალიან საინტერესოა და ძალიან სასარგებლო რაც ახლა დღეს მოვისმინე. მე სიმართლე გითხრათ არ ვიცოდი როგორც თავიდანვე ვაღიარე რომ ცხოველებს ემართებოდათ ეპილეფსია, იმიტომ რომ არასოდეს არ გადაუყრილო არ ამას. მიუხედავად იმისა, რომ ცხოველები მთელი ცხოვრება მიყვარს და რაღაცა ურთიერთობა ყოველთვის ჰქონდა, მაგრამ არ შემხედრია არასოდეს ეს. სწორედ აი ეს თემა მე ჩვენს ჩარლიკას მიუძღვენი, რომ აი რაც ჩარლიკამ განიცადა ეს 5 წლის განმავლობაში, მინდა რომ ყველა მიცოდეს და მართოს ეს დაავადება პესიმისტურად ნუ გაეწყობიან, დაემართათ, რა თქმა უნდა, ცუდია, ძალიან გაუსაძლისია, მაგრამ ვიბრძოლოთ ძაღლთან ერთად და კატასთან ერთად და ვუმკურნალოთ ექიმთან, ექიმის რეკომენდაციით, რა თქმა უნდა. ძალიან დიდი მადლობა მოусმინეთ ვახო ექიმს, იცის რასაც ამბობს. დიდი მადლობა ვახტანგ მამალაძეს, მართლა ძალიან სასარგებლო საუბრისთვის. ღმერთს არავის არ დაგაჭირვოთ, მაგრამ ჯობია იცოდე და ზედმეტი ინფორმაცია და ცოდნა არასოდეს არ არის მე ამაში დავწმუნდი ცხოვრების განმავლობაში. დიდი მადლობა Nutrimax Pets სპონსორობისთვის და მადლობა რა თქმა უნდა თქვენ რომ გვიყურებთ, რომ გვილაიქებთ, რომ გვაზიარებთ და კომენტარებს როწერთ. მე რამდენჯერმე მithქვამს და არ დავიღლები ამის ლაპარაკით, რომ კომენტარები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩემთვის, იმიტომ რომ შემდეგი გადაცემები ამის მიხედვით მზადდება. ამ შემთხვევაში გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე. თუ ძაღლს მშრალ საკვებს ხშირად უცვლით, აი 3 რამ რაც უნდა იცოდეთ. პირველი, იმისთვის რომ საკვების შეცვლა სტრესული არ იყოს ორგანიზმისთვის, ახალი საკვები ეტაპობრივად შეურიეთ ძველს. დაახლოებით 1 კვირის შემდეგ, თუ ზოგგემრიელად მიირთმევს საკვებს, შეგიძლიათ სრულად ახალ რაციონზე გადასვლა. მეორე, დააკვირდით, როგორ ითვისებს ახალ საკვებს ძაღლის ორგანიზმი, როგორია მონელება, ხომ არ უჭირს მარცვლის დაღეჭვა და ასე შემდეგ. მესამე, ყურადღება მიაქციეთ დღიურ ნორმას. საკვები კალორიაში დატანილია ტომრის შეფუთვაზე. თუ ტომრი ტიტულობთ, აუცილებლად გადაამოწმეთ შეფუთვაზე მითითებული დოზირება ძაღლის წონის მიხედვით.